გამარჯობათ მეგობრებო, დილამშვიდობისა ფაქტიურად, მაგრამ აღარ ვიტყვი დილამშვიდობისა სახამშვიდობისა, რადგან შევიდეო სანამ ნახულობთ ან დილა, ან საღამოა და ან დილას ჩაწერილია და ან საღამოს ჩაწერილია და ამიტომ გამარჯობათ და ყოველთვის გულით გესალმებით ჩემო გემრიელო ხალხო. მეგობრებო, ისეთიც ეს ისიც როგორ მომიწრო, კარის სამაგრი გავაკეთე და ეგეც გამოუღია ქარს. ვერ გამიკეთებია ეთყობა თორე მაგასთან რა უნდა ეხლა. ძალიან ცუდია მინდია. ქარია პლუს აი იქ როგორ ექანება, მაგრამ მე აქ ვიდეოში ვერ ნახავთ ნორმალურად. აი ჩემი საშროების თოკები ექანება, შეიძლება ამით მიხდეთ. ძალიან მაგარი ქარია. აი თან უცებ რაღაც სიცივეც მოიტანა კუხს თან ცუდი მოკლედ მეგობრებო, მოკლედ რა გითხრათ, ეხლა გამოვედი რომ აივანზე გავიხედო წვიმს, ქარია მეთქი და ამ წუთას შევნიშნე მეც და მოუტრიალდე უკან, თორემ ესე იგი ამ სეზონზე ჩვენთან დაქირავებულია სულ ბინები და გაგიჟდები აივანზე რომ გახვალ, შენ შეგწხვევა და მოტრიალდები და წამოხვალ უკან. ანუ რას გულისხმობ? ეხლა წვიმას ვაყოლებდი თვალს და ანუ მოუტრიალდი და წამოვედი იმის გამო რომ მოპირდაპირე ბინე სულ ერთია, ყველა კორპუსში არიან ისვენები, გაისვენონ რა პრობლემა არის, მაგაში კი არ ვამბობ პრობლემას, მაგრამ რას ნიშნავს აივანზე შიშველი სიარული, ეს ვერ გამიგია. არც ეთიკაში ჯდება ეს, არც კულტურაში ჯდება და არც არაფერში არ ჯდება. არ გინდა არ უყურო ბოდიშით, არ გინდა არ უყუროთ, ასია, კი ბატონო, და არც მინდა და არც უყურებ, მაგრამ ხომ უნდა გავიდე ჩემ აივანზე და სადღაც გავიხედო, სულ კორპუსებია და სულ ასე იქცევიან ეს სეზონი. მოკლედ არ ვიცი, კაი, შევეშვათ. მე 19 რიცხვის მერე ბებია ჩემი ჰიტყოდა, ანუ მათი რა სიტყოდა 19-ში აგვისტოსო კენჭი ჩავარდებაო სხვაშიო და მე აგრილდებაო. გუშინ 19 რიცხვი იყო და უკვე წვიმა და ფერი ცვალებაც აი იცვლის ყველაფერი, იცვლება ყველაფერი. უკვე წავედით ჯერ არა, მაგრამ ფაქტიურად წავედით შემოდგომისკენ. ესე იგი რაც არ უნდა დამცხეს, მე სიცხე მიყვარს, ვიდრე სიცივესთან შეჭიდება. ამ წუთას ისე კი არ ცივა, მაგრამ ზოგადად ვლაპარაკო. მირჩევნია ცხელოდეს, ვიდრე მერე ციოდეს და ვეძებდეს სადმე გავუთმე და ხელი ფეხი შეკრული მაქვს მაგ დროს. გესმით კუხილის ხმა, დღეს ამინდი მოიშალა მაგრად. შეიძლებაც და გადაიღებს მე. არაუშავს, მე არსად არ ვარ გასასვლელი, ჩემთვის არაუშავს, მაგრამ ვინც მუშაობს. ხმაი. ვინც მუშაობს, იმისთვის არ რთული. შენებლობაზე ვუყურებ ეხლა, всё, არსად არავინ აღარ ჩანს.
გუშინ რომ მომიტანა ხინკალი მეგობრებო ჩავყინე ეს გასაყინი ხინკალი იყო ჩავყინე და მე სულ დამავიწყდა რომ მალე მომეღო დამეშალა და პარკში ჩამედო ეხლა ერთმანეთს აი როგორ არის გაჩვენო როგორ არის ერთმანეთს მიკრული ხო და ესეც არ შეიძლება ვიცი ბევრჯერ გაახო და შეინახო არა იმდენად მოვალ ეხლა რომ დავშალო და პარკში ჩავდო გუშინ არ უნდა მომეხარშა ფაქტიურად უნდა წამოვიღე იმიტომ რომ კონდეს მეთქი ზოგჯერ ისე არის რომ თქვათ რაღაცეს აღარ უნდა ის აღარ უნდა და მაგ დროს ხარშავ და ჭამე მელოდები ახლა განხმება და შევინახავ პარკში რა ბოლომდე არ მინდა გავა აი გულს ბოლომდე არ მინდა გავალხო ეხლა მე მაქვს რაღაცა გასაკეთებელი რაღაცა რომ ამის თქვა მინდა გიგასტვის საჭმელი გასაკეთებელი და დღეს მართლა ვეღარ მოვიფიქრე რა გავაკეთო რადგან ეს არ უნდა ის არ უნდა ჩავაწყო მანქანაში ჭუჭის სადაც მანქანაში მაცივარი არ გამომისუთ თავებია დალაგებული მქონდა მაგრამ რაღაცეები ანუ რაღაცეები ისე იყო რომ უკვე ერთმანეთში გადასატანი გადმოსატანი და ისენი რომ მივალაგე ჭუჭელიც მოგროვდა თორემ ჯერ არაფერი არ გამიკეთებია საერთოდ გუშინ ხაჭაპური გამოუცხე გუშინ წინ პიცა გავაკეთე წამალიც მირეკავს იმის წინ ფილავი გავაკეთე და ეხლა ვიცი რომ გუშინ კიდე კვერცხიც მომხარშე მაგრამ ეხლა მაგერებს აღარ შეჭამს არც ერთს განა ესენი უკვე შეიჭამ ორი ნაჭერი ხაჭაპურია გუშინდელი დარჩენი მთელი ჟარონის უყვარს მაგრამ დღეს რა გავაკეთო ცომი მაქვს მეც მაქვს ასეთი ფიქრები მეგობრებო დღეს რა გავაკეთო მოვიფიქრე რამეს და რადგან ცომი გვაქვს ჩვენს ხელში არ არის ბევრი რამე ცომით გამომიგონია გამიკეთებია და ეხლაც გავაკეთებ ვერს არ გავაკეთებ იმიტომ რომ მან შეჭამს მარტო გიგაზე ვლაპარაკობ და უყვარს ასეთი რაღაცეები ყველაფერს ურჩევნია იცასაც გავაკეთებდი ისევ მაგრამ იცას ერთხელ შეჭამს მეორედ მესამედ არა
ახლად გავიყვან. ასე ამ ყველას 2, 4, 6, 7 ცალია. ახლა ამათ ყველას სათითაოდ დავაყრე შაქარს. ისე რომ ცოლს მთლიანად ყველგან მქონდეს. ხერი არა. იმდენი დავაყარე რომ აი ცომს რომ ეყოფა დაატკბეს. მე ახლა მაქვს ნუტელა. ამასაც ვცდილობ რომ ცოტა გავუკეთო, მაცივისაა და ცივია და ბევრი არ მინდა. ცივია და ანუ ისე ვერ ვიღებ როგორც საჭიროა. ასე შაქარი გავუკეთეთ ცომს იმის გამო, რომ ეს არის ჩვეულებრივი ცომი, არ არის ტკბილი და ცომი დავატკბილე. ეს ხრიკი გამოვიყენე მაგ. ეხლა ამას ასე დავახვევ ჩვეულებრივად. შეგიძლიათ სხვანაირი ფორმაც მისცეთ, რა მნიშვნელობა აქვს? ასე გავაკეთებ ყველას. გადავიტანე ჟარონაზე და ეხლა ამას წავსვმე კვერცხს. ჩვეულებრივი ხაჭაპურის ცომისგან გადავაკეთე ტკბილ ცომად. ამას ახლა მიირთმევს ყავის ერთად, ხაჭაპურიც არის და სიუდილის საუზმე მომთავრებული მექნება. უყვარს ასეთი რაღაცეები, მეგობრებო, ძალიან უცხო განსხვავებული, ცილა როგორ უცხო და განსხვავებული რაღაცეები უყვარს ძალიან. რომელიც ჩართულია გამოცხება მეგობრებო და გაჩვენებთ. ვიცი მე ასე გადაკეთება, გადმოკეთება რაღაცეების და სხვათა შორის ძალიან გემრიელიც იქნება. ერთი პიცის ცომიც დარჩა, ხვალე პიცას გავუკეთებ და ასე. გამოცხება მეგობრებო, გაჩვენებთ. ექსპერიმენტი არ არის მეგობრებო, გამიკეთებია ბევრჯერ მსგავსი რაღაცეები. ყოველთვის რაღაცეებს ვაკეთებ ასე. და მართლა გეუბნებით, უფრო უკეთესი გამოვა, ვიდრე რაღაც ზუსტი რეცეპტებით აკეთებთ. და პუდრიც მოვაყარე და ესეც ჩვენი გადაკეთებული ტკბილეული დავარქვათ. ძალიან სნაურია, ძალიან გემრიელიც იქნება, დეგუსტატორი არის გიგა. ეს წუთია მიირთვა მეგობრებო, გიგამ, ძალიან გემრიელიაო. აი გაჩვენოთ შიგთავსი როგორია. აი, ნახეთ. მეც უნდა გავსინჯო.
ეხლა ლობიო უნდა გავაკეთო პარკი ლობიო, მაგრამ ამის არ გამირეცხია, დავტეხე და გავამზადე. ამის ვიდეოს ჩაწერას არ ვაპირებ მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვეულებრივად უნდა გავაკეთო კარტოფილით, ბულგარულით და ჩავშუშავ და всё და წვანილებით. თან იმიტომ არ ვაპირებ, ამასაც გადავიღებდი რა პრობლემა იყო, მაგრამ ეს ყველა იცით არც დიდად საინტერესო და თან იმიტომ რომ მოვასწრა უნდა ყველაფერი რომ ჩქარა რომ ნათანი კომოდის. ჩემი გიჟი და გადარეული მოდის და მაგიტომ მე რომ ის განკარგულებაში ვიყო, მანამდე რაღაცები უნდა მოვამთავრო სახშის საქმე. დაგემშვიდობებით მეგობრებო ამ ვიდეოთი. წარმატებულ, ხალისიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას და მოვალთ მერე საღამოს მე და ნათანიკო ალბათ ერთად. დროებით